სალამი მეგობრებო, როგორც ხედავ, გამოგონებების თემატიკა მოგეწონათ, ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა. არხი გადასცა 300 გამომწერს, რისთვისაც მადლობას იხდით. იმედი ახალ წლამდე 500-მდე წავალთ. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. გამომგონებლებმა ხმის გადაცემის ახალი ეფექტური საშუალება იპოვეს. დღევანდელ ყურცასმენებს კონკურენტი გამოუჩნდა ამ სამანჯურის სახით. მას აქვს უნარი ვიბრაციის საშუალებით ხმის ტალღები გადასცეს ხელს, რომელიც გაივლის ძვლებში. თქვენ კი ის გადაგრჩენიათ, მიიდოთ საჩვენებელი თითი ყურზე, შემდეგ კი ხმა გაძლიერდება ჩაკეტილ სივრცეში და თქვენ კომფორტულად მოусვენთ მას. გამოსადეგი იქნება სკოლაში საკონტროლოებისთვის. არ ამგონია მასწავლებლები რამეს მიგიხდნენ. მოწყობილობა Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება ტელეფონს, საიდანაც იღებს ხმოვან შეტყობინებას. მასზე შეგიძლიათ დაამაგროთ ჩვეულებრივი ან ჭკვიანი საათი, ან სულაც ატაროთ როგორც სამანჯური. მისი გაყიდვა დაიწყება 2017 წლის თებერვალში და ფასი იქნება სავარაუდოდ $140. ეს არის Dusty Brush, რომელიც მაგდება მტვერს ასრულებს და მისი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ რთულად მისადგომი ადგილები. მაგალითად, მისი გამოყენება შეიძლება მანქანაში სხვადასხვა ადგილების გასაწმენდად, ხელსაწყოების გასასუფთავებლად და ასე შემდეგ. მაგრამ მიზეზი თუ რატომ ჩავსვი სამხუცეულში, არის ის, რომ მისი საშუალებით შეიძლება კომპიუტერის გაწმენდა. ალბათ თქვენც ჩემსავით გეზარებათ კომპიუტერის გასუფთავება, მაგრამ ამის გაკეთება ამ ხელსაწყოთი გაცილებით მარტივი და სწრაფი ხდება. ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია შინაური ცხოველების, მაგალითად კატების და ძაღლების გასუფთავება. პატარა დრონ AirSelfs შეუძლია გადაგიღოთ სელფი ფრენის დროს. დრონი თავსდება ჯიბეში და იწონის 52 გრამს. აქვს 5 მეგაპიქსელიანი კამერა, 4 გიგაბაიტი მახსოვრობა და 240 მილიამპერიანი ბატარეა. შეუძლია ფრენა 5 წუთით 20 მეტრ სიმაღლეზე. დრონს შეუძლია მუშაობა სხვადასხვა რეჟიმებში. მას შეიძლება უბრძანოთ აედევნოს მფლობელს და გზადაგზა გადაუღოს ფოტოები. მას მოყვება кейსი, რომელშიც ეტევა ტელეფონიც და დრონიც. შეუძლია ასევე დრონის დატენვა 20-ჯერ. მისი ფასია €180. ტექნოლოგიებთან ერთად ასევე წინსვლას განიცდის ავეჯიც. ეს არის მულტიფუნქციონალური ავეჯი, სახელად სპინდექსი. თითოეული სპინდექსი შედგება 61 ელემენტისგან და იწონის დაახლოებით 160 კილოგრამს. ამ ცალკეული ელემენტისგან შეგიძლიათ იმის აწყობა, რასაც მოისურვებთ. ეს ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზე და შემოქმედებაზეა დამოკიდებული. ამის გასაკეთებლად უბრალოდ საჭიროა შეაერთოთ ერთი ელემენტი მეორესთან და ასევე შეარჩიოთ მისი დახრის კუთხე. თითოეული ელემენტი არის გაკეთებული ძალიან ჭკვიანურად. მას აქვს გრძელი და მოკლე მხარეები, რითაც თქვენ ირჩევთ ავეჯის საით იქნება დახრილი თუ საერთოდ იქნება სწორი. მატერიალი, რისგანაც სპინდექსია შექმნილი, არის ძალიან გამძლე. ალბათ ყველა ოცნებობდით გეფრინათ ისე, როგორც ამას კომპიუტერულ თამაშებში აკეთებთ. ახლა ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის საფრენი აპარატი GB10. დევიდ მეიმენი დიდი ხნის განმავლობაში ტესტავდა მას და როგორც იქნა, ყველაფერი მზადაა. ყოფილმა პილოტმა თავის ჯგუფთან ერთად შექმნა ეს საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს 2 რეაქტიული ძრავა. აპარატის მართვა არ არის ძნელი, ამისთვის მას აქვს 2 კონტროლერი. აპარატის შექმნა უკვე 2 წელია რაც მიმდინარეობს, მაგრამ დევიდმა მხოლოდ ამ წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა მისი საზოგადოებისთვის გაცნობა. აპარატის ფრენა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დამოკიდებულია ასევე პილოტის წონაზე. GB10 შეუძლია აწიოს 160 კილოგრამამდე მასის სხეულები და მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 100 კმ/სთ. იმის და მიუხედავად, რომ აპარატს ყველაფერი მზად აქვს, დევიდმა მისი გასაყიდად გამოტანა 2017 წლის შემოდგომისთვის გადადო. ამით კი ვიდეო დასრულდა. დაწერეთ კომენტარებში, რომელი გამოგონება მოგეწონა თქვენ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. მომავალ შეხვედრამდე.